გიგა ლორთქიფანიძეს დღეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ მას მარჯანიშვილის თეატრიდან გამოასვენებენ 100-ზე მეტი სპექტაკლისა და 4 ფილმის ავტორი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მარჯანიშვილის თეატრთან იმყოფება ჩემი კოლეგა თიკა წერეთელი. თიკა, რომელ საათამდე გაგრძელდება სამოქალაქო პანაშვიდი? პანაშვიდი მარჯანიშვილის თეატრში გაგრძელდება 3 საათამდე. გიგა ლორთქიფანიძე ამ წუთას დასვენებულია მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე. სცენაზეა დამონტაჟებული მონიტორი, სადაც არის აჩვენებენ ფრაგმენტებს გიგა ლორთქიფანიძის ინტერვიუებიდან. აქ ძალიან ბევრმა ადამიანმა მოიყარა უკვე თავი. აქ არიან ცნობილი ადამიანები, გიგა ლორთქიფანიძის მეგობრები, უბრალო მოქალაქეები, რომლებიც რეჟისორის შემოქმედებას ცემენ. გაუთავებელი იუმორი, გაუთავებელი ფანტაზიები, იდეები არ თავდებოდა კაცი. და ესეთი წავიდა ცხოვრებული. არაჩვენებული კაცი და სიცოცხლის ფანტასტიკურად მოყვარული. ბოლო წამიც კი სიცოცხლით სავსე იყო. წავიდა ცხოვრებიდან სიცოცხლით სავსე. ეს იყო ისეთი მოღვაწე, რომ არ იყო მარტო თბილისის შემოფარგლული. მან იცოდა საქართველოს ყველა თეატრში რა გასაჭირი იყო და ყოველთვის აქტიურად ჩაებმებოდა ხოლმე. ერთი კაცისთვის, რასაც ახლა მე ვლაპარაკობ და კიდევ ბევრ სფერო ვამბობ, ერთი კაცისთვის ძალიან ბევრია. მაგრამ გიგა ლორთქიფანიძემ შეძლო ამის დატევა თავის გულში. 12 საათიდან უკვე საზოგადოებას, ქართულ საზოგადოებას საშუალება ექნება უკვე თეატრის სცენიდან გამოემშვიდობოს დიდ რეჟისორს. 3 საათზე გამოსვენების დროს სიმბოლურად ის დასვენებული იქნება თეატრის წინიმადგილას, სადაც 21 ივნის გარდაცვალებიდან მე-9 დღეს გაიხსნება მისი სახელობის ვარსკვლავი. იმ ადგილას, სადაც 21 ივნის გიგა ლორთქიფანიძეს გაუხსნიან ვარსკვლავს, მე მინდა აღნიშნო, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანს გარდაცვალების შემდეგ უხსნიან ვარსკვლავს, თუმცა როგორც გვითხრეს მერის წარმომადგენლებმა, გიგა ლორთქიფანიძეს ვარსკვლავის გახსნა რეჟისორის სიცოცხლეში იყო დაგეგმილი და 21 ივნის ამ ადგილას გაიხსნება სწორედ ვარსკვლავი 3 საათზე, როდესაც გამოასვენებენ თეატრიდან სიმბოლურად ამ ადგილას დაასვენებენ და შემდეგ უკვე გადაასვენებენ დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, სადაც დაკრძალავენ ოთარ მეღვინეთის გვერდით. დიდი მადლობა. მარჯანიშვილის თეატრიდან ჩემი კოლეგა თიკა წერეთელი საუბრობდა.